კვარაცხელიას მორიგი გოლი. რატომ არ იყო ქართველი ძირითადში? ლუის ენრიკეს კომენტარი. რას ამბობს სლოტი მამარდაშვილის ტრავმაზე და ეროვნული ლიგის გოლები. ამ და სხვა საინტერესო სიახლებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც კვარაცხელიამ მორიგი შესანიშნავი გოლი გაიტანა. ამჯერად ლიგა 1 და ლიონის კარში. 21 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ლიონს უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად პირველ ტაიმში 2 გოლიც გაუშვა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში არ იყო. ამის მიზეზი დიდი ალბათობით გადატვირთული კალენდარია. შესაბამისად, მწვრთნელმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. კვარაცხელია თამაში 59 წუთზე ჩაერთო და თან საკმაოდ აქტიურად. მის ანგარიშია 4 დარტყმა, 4-დან 4 წარმატებული დრიბლინგი და 4-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა. ქართველმა გოლის გატანა დამატებულ მე-4 წუთზე შესძლო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შეხვედრა ლიონის გამარჯვებით 1-2 დამთავრდა. შეხვედრის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. მის მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ერთადერთი დადებითი ის იყო, რომ ბოლოს მაინც გავიტანეთ. 23 დარტყმა ჰქონდა და კიდევ ერთი პენალტი ვერ გავიტანეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს დინამიკა შეგვეცვალა, მაგრამ რთული იყო. ახლა ყველა 3 დღეში ვითამაშებთ. ეს ნიშნავს, რომ ყველა ტურნირზე ბრძოლას ვაგრძელებთ. ყველას სათამაშო დრო უნდა მივცეთ, რადგან ეს არის გამოსავალი, როდესაც ყველა 3 დღეში თამაშობ. 6 ცვლილება განვახორციელეთ და ასე იქნება მომავალ თამაშებშიც. თუ ამას ვერ გაიგებ, ესე იგი ვერაფერს გაიგებ. 26 დღეში 9 მატჩი. რა ვქნათ? ჩვენი მიზანია ორივე ტურნირი მოვიგოთ. შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ს ერთგულიანი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილოსან ლანსზე 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამ თამაშს კი 22 აპრილს ნანტის წინააღმდეგ ჩაატარებს. ხვიჩა კვარაცხელიას კი მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 24 შეხვედრაში 5 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 შეხვედრაში კი 14 გოლი და 9 საგოლე გადაცემა. ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი ქვილითაიამ. ქართველების მეცმა პარის უმასპინძლა და 3-1 დამარცხდა. მეცის ერთადერთი გოლი სწორედ 32 წლის ქართველის ანგარიშზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი მოედანზე 21 წუთზე იძულებითი ცვლილების შემდეგ შევიდა და ტოპ 5 ლიგაში სადებიუტო გოლი 1 წუთში პირველივე შეხებით გაიტანა. დარჩენილ დროში ქვილითაიამ კარისკენ ზუსტად 4-ჯერ დაარტყა. მის ანგარიშზეა 3 წარმატებული დრიბლინგიც. ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი წიტაიშვილიც, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო. მან კარისკენ 3-ჯერ დაარტყა. მის ანგარიშზეა 5 წარმატებული დრიბლინგიც. გიორგი აბუაშვილმა კი ეს შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ ქართველების მეცი 15 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 აპრილს Le Havrს ესტუმრება. ზედიზედ მეორე შეხვედრაში გოლი გაიტანა ბუდუზივზივაძემაც, თუმცა ამის მიუხედავად ქართველის ჰაიდენჰაიმი ფრაინბურგთან 1-2 დამარცხდა და ბუნდესლიგის სატურნირო ცხოველში კვლავ ბოლო ადგილზეა. რაც შეეხება ქართველის შეხვედრაში 47 წუთზე ჩაერთო და თავის გამოჩენა 11 წუთში შეძლო. შესაბამისად, ზივზივაძემ თანაგუნდელებში ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 აპრილს სანქტ-პაულის წინააღმდეგ ჩაატარებს. ოთარ კიტეიშვილმა კი მიმდინარე სეზონში მე-17 გოლი გაიტანა. ავსტრიის ბუნდესლიგის 27 ტურში ქართველის გრაცის შტურმი ლასკის ესტუმრა და ფრედ 1-1 ითამაშა. კიტეიშვილმა გოლის გატანა მე-10 წუთზე 11 მეტრიანის ნიშნულიდან შეძლო. შტურმის კიდევ ერთი ქართველი გიზი მამაგეიშვილი კი შეხვედრაში 69 წუთზე ჩაერთო. თუმცა მცირე დროში გუნდის დახმარება ვერ შეძლო. შტურმი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მეორეზე მყოფ ლასკს 2 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას ქართველების გუნდი 22 აპრილს კვლავ ლასკის წინააღმდეგ ჩაატარებენ, ამჯერად საკუთარ სტადიონზე. ახლა კი ინგლისი, სადაც სამწუხაროდ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის და ევერტონის შეხვედრაში იმდენად მძიმე დაშავდა, რომ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. უფრო კონკრეტულად კი შეხვედრის 54 წუთზე, როდესაც ლივერპული მინიმალური სხვაობით იგებდა, ევერტონის ფეხბურთელმა ბეტომ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ქართველმა კი მძიმე დაზიანება სწორედ ამ მომენტში მიიღო. ევერტონის ფეხბურთელი ქართველს იმდენად მძიმედ შეეჯახა, რომ მამარდაშვილს ფეხის არეში ღია ჭრილობა მიაყენა. ქართველს 54 წუთში 2 სეივი და 14-დან 6 ზუსტი გადაცემა ჰქონდა. მამარდაშვილის მდგომარეობაზე შეხვედრის დამთავრების შემდეგ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ისაუბრა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს შეხვედრა ქართველის გუნდის სასარგებლოდ 2-1 დამთავრდა. გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე ვან დაიკმა გაიტანა. მამარდაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მე დავინახე და ასეც მითხრეს, მას დიდი ღია ჭრილობა აქვს. წესით ეს არ იქნება გრძელვადიანი ტრავმა. ნახოთ, შეძლებს თუ არა ის მომდევნო კვირაში თამაშს. თითქმის ყველა პოზიციაზე ჰქონდა პრობლემები და ახლა 2 მეკარე გამოგვაკლდა. შეგახსენებთ, რომ ქართველის გუნდი პრემიერ ლიგაში 55 ქულით მე-6 ადგილზეა
და მომდევნო ტურში 25 აპრილს კრისტალ პალას უმასპინძლებს. იმედია, რომ გიორგი ამ დრომდე გამოჯამრთელდება და გუნდის დახმარებას შეძლებს. ბოლოს კი საქართველოს, სადაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრები ჩატარდა. დინამო ბათუმმა იბერიას უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა. გაგრამ ტორპედოს უმასპინძლა და ფრედ 2-2 ითამაშა. ფრედ 1-1 დამთავრდა დინამო თბილისის და მეშახტის დაპირისპირება. გორის დილა კი 3 გოლს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. სპარის და რუსთავის დაპირისპირება კი ასევე ფრედ 1-1 დამთავრდა. თუ გაინტერესებთ, რას ამბობენ გულშემატკივრები ამ ბოლო შეხვედრაზე, ნახეთ კომაგების მე-5 ეპიზოდი. ახლა კი გიტოვებთ მე-7 ტურის გოლებს და ტრადიციულად კომენტარებში დაწერეთ, რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. კიდევ უფრო გაზრდილი აკადემიზე ქუთაისის სახიფათო იერიში შეიძლება ალბათ უკვე დარტყმა კარგი მართულებთან ჩაწოდება დარტყმა და პატა გუდუშაური თავისი ყოფილი კლუბის კარში გატანილ გოლს არ აღნიშნავს და აიგებს ამ ყველაფერს და აქ არ არის თამაშგარი მდგომარეობა და შეცდომა ამ ეპიზოდში ლაყვეხელიანის კიდევ ერთი ყოფილი იბერიელის და პატამ ითამაშა ძალიან კარგად. მოძებნა შეიძლება ითქვას ბედოშვილმა კონტაქტი და აქედან გამომდინარე თამაშის წესიც დაირღვა. თურმანიძეც თან ნახოთ. მოკლე გამორბენი საკმაოდ. გამორბენი დარტყმა და კინაღამ აიღო, მაგრამ ეს კინაღამ არ ითვლება. თელები გუდუშაური ზოური ეხსნება, მიიღო კიდეც ბურთი საჯარიმოშია უკვე სრულმოძრაობა, პასი დარტყმა და 0-3. ეს ზაგანიას გოლი. ასეთი გოლები ამ ფეხბურთელს გაუტანია და ყველაფერს იბერია. გუდუშაურმა დაიწყო, ზოურმა გააგრძელა და ზაგანიამ მეორე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში. დონკორი კარგი ეპიზოდი დარტყმა და რა გოლი გაიტანა დონკორმა. წინვალე შესრულება, დაიწყო ყველაფერი აქედან. მეიღო ბურთი პიმინტელს გაცდა. აქაც დაიბრუნა ბურთი, აჯობა 3 მეტოქეს სისწრაფეში. მეშახტის დღევანდელ მატჩში ბურთული კარგი გადაცემა და 1-1. აი პასუხი ამაზე უკეთესად როგორ უნდა ეპასუხა ტყიბულის მეშახტეს პაცაცია გატანილი გოლის ავტორი. მეტევად შეიძლება დაირქვას, მოედის ცენტრში დაიკარგა ბურთი, ბურდული პასი მარჯვნივ შუბითიძის კარგი გადაცემა და ესე ვარდნაში მოადგენს გვინეა ბისაუს, ასევე ბილი ჯიბრილი, კიდევ ერთი განერი მოთამაშე, ეს ეპიზოდი შეიძლება გოლი დასრულდეს და ეს ასეც ხდება, რუსთაველები გადიან წინ საკმაოდ მალე პრინციპში. ჟან სოუზა და ალმეიდა სწორედ გატანილი გოლის ავტორი, არანაირი თამაშგარე და ბოლო დარტყმა შეასრულა როგორც გამოჩნდა პრინც ოსეიმ, რომელსაც წინა მატჩში ძალიან კარგი ჰქონდა. 1-1 მოცემულობას აქ ახერხებენ თბილისელები წონასწორობის აღდგენას. ნიკოლოზ კენჭაძე გუნდის კაპიტანი გატანილი გოლის ავტორი ამ ბურთზე ითამაშა ერთ-ერთმა რუსთაველმა ფეხბურთელმა, მაგრამ ვერ შეძლო ბურთის გამოტანა. მე რამდენად უკვე საკმაოდ კარგად აკეთებს ამ ყველაფერს. დეისაძის გადაცემა, კარგი მომენტი, დარტყმა 1-0. მე-5 წუთზე ქუთაისის ტორპედოს კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა მოახერხა გოლის გატანა. გოლის გატანა მოახერხა ტორპედომ, არაბიძის ძალიან კარგი გადაცემა უნდა აღვნიშნოთ. მშვენიერი გაგრძელება და დიეგო დეისაძის კარგი პასიც. მოედნის ცენტრი ჩავარდნილია დაცვის ცენტრი ხედავთ. ჩაწოდება საჯარიმოში და 1-1. გაგრამ გაათანაბრა ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში. ერთხელ ნახოთ ეს ეპიზოდი. ესე ორ ფეხბურთელთან დუელში აჯობა ცოტნე ნადარაიასა და ფელიპე პირეს, ვანდერსონ სილვას ჩაწოდება და კარგი იყო მართლა ანდრეიჩუკი ესე. კარგი მომენტია და 2-1. 2-1 გაგრა გავიდა წინ 58 წუთზე. სწორედ სკრიპნიკი ხდება გოლის ავტორი და ახლა უკვე ილია სკრიპნიკმა კარგი გათამაშება და პასი ძალიან კარგი იყო სკრიპნიკის. მამუჩაშვილი მისი გადაცემა. აი აქ კი პენალტი ინიშნება. ერთხელ ნახოთ კორპუსით კარგად ფარავდა ბურთს ანდრიჩი და იჭერდა აშკარად ავგუსტო პორფირიო და არბიტრმა მისცა ნიშანი, პირესი, გამორბენი, დარტყმა აიღო, ვორობეიმ დარტყმა 2-2. ფელიპე პირესმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. უკან დააგდო ბურთი, მეთეშაშვილი არა. და დაეწია ბურთი, მაღალი გადაცემა გააკეთა, მაგრამ დაიბრუნეს ბურთი გორელმა ფეხბურთელებმა. კარგი ამ ეპიზოდში დარტყმა და გავიდა გოლი. აქ ასხლეტა იყო და გორელმა ფეხბურთელებმა 96 წუთზე შეძლეს
გოლის გატანა და ფაქტურად გოლგაში გოლის დილას შემადგენლობაში არ აქვს. მეთეშაშვილიც არის და ვერ ვიტყვით რომ შესაძლოა შემოსვლა ფეხბურთელმა, მაგრამ აი ეს გადაცემა, ბოლო გადაცემა სწორედ შესაძლოა შემოსვლა გოცირიძემ გააკეთა და არ ვიცი კარის მართულებით მიდიოდა აგურთი და პაბლურიან შეეწერება ავტოგოლი თუ სანიანგს გოლი ეს ნაკლებად არის მნიშვნელოვანი გოლელთათვის ალბათ ამ შემთხვევაში მთავარი ის არის რომ გოლი გავიდა და აქ მეკარებაც ვეღარ შეძლო ვერაფრის